გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიზნა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო ხელისუფლებამ, დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით. მან თავისი გადაწყვეტილებით რუსთავი 2 დახურა. ეს განცხადება დღეს არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიანს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანია გამოუვალი მდგომარეობის გამო წილის გასხვისებით $6 მილიონ ინვესტიციის მოზიდვას გეგმავდა. პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და წილის ყიდვას კეზერაშვილის ნათესავი მართლაც აპირებდა, თუმცა ტელეკომპანიას ამის საშუალება კონკრეტული მიზნების გამო შეუწყდეს. არ მოგატყუოთ იმან, რასაც ხედავთ ახლა ტელეეთერებში. ის რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არაკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ვიყენებდით ალტერნატივის შემთხვევაში. რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს აფასებენ ახალციხეში მაცხოვრებლები. ადგილობრივთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიაზე ზეწოლას ახდენს, რასაც მათი აზრით დაყადაღებული ქონება და სხვადასხვა ქალაქებში არხის მიერ ორგანიზებული ფესტივალისთვის ხელი შეშლის მცდელობები მეტყველებს. ნაწილი კი აღნიშნულს პოლიტიკურ სვლას უწოდებს და ამბობს, რომ არხზე შეზღუდვები არ ხორციელდება. ასახებდა ისიც, რომ ხელისუფლება ჩარეული, ამიტომ საინტერესო იქნება რა სიტყვის ამაზე ხელისუფლება. რა შეწყვეტილია ფინანსური ოპერაციები და გართულებულია ფინანსური ოპერაციები, ზუსტად მაგაზე მაინტერესებს არგუმენტები მეორე და მესამე მხრიდან, რატომ მოხდა ეს. მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიიღო ის, რაც მიიღო. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ დიდმა თუ პატარამ ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ ყველამ პატივისცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორიც გამოვა ის. რომ ხარე იყო 2000 წლიდან ეს ჩემთვის ნათელია და ჩემი ისტორია გავლილია ამ 15 წლიანი დარდუბალედან დაწყებული. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ სხვადასხვა პრეტენზიების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. არ ვიცი, ახლა მინდის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული და მე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ხელოვნურად იყო გამოწვეული, ან რაიმე მიზეზები არსებობდა და თუ მართლა ესე თვლიან, რომ იყო, ალბათ უნდა მიაკითხონ სასამართლოს და ამ კუთხით უნდა მოხდეს ამ საკითხის გარკვევა. ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მედია არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიზაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მედია იყოს ხელშეუხებელი და არ ხდებოდეს მედიის დევნა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლა მედიაზე, თითქოს თავისუფლებაზე და მიმაჩნია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოში, როდესაც ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, მიმაჩნია, რომ მსგავსი სახის შემთხვევები ცუძე გავლენას ახდენს დემოკრატიაზე, მედიაზე და თითქოს თავისუფლებაზე. არ ვიცი, მე ძალიან მომწონდა, ხა არ მინდა რომ დაიხუროს. ტელევიზია არ შეიზღუდოს. მაგრამ არ არის სიამოვნო ტელევიზიის დახურვა. მეც ვუყურებ რუსთავი 2-ს. არ არის კარგი ნამდვილად დახურვა. არ უნდა დაიხუროს და რატო მიზეზები უნდა გაირკვეს, რატო რისთვის. არ უნდა დაიხუროს, ნამდვილად კარგი ტელევიზია, მე მომწონს, სამართლიანია ძალიან. ტელევიზია არ უნდა დაიხუროს, ნამდვილად არ უნდა დაიხუროს. და მე ასე ვფიქრობ, ტელევიზია უნდა იყოს თავისუფალი, თავისი სიტყვის თქმა უნდა შეეძლოს და ზეწოლა საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. აუცილებლად, ასეთი რამე არ შეიძლება. როგორ შეიძლება ტელევიზიასთან თამაში არ შეიძლება. შემთავრობა იცი, რატო მაგას აქვს თავისი ბიზნესი და უნდა რომ თავისი ბიზნესი წინ წავიდეს. და რატო უნდა იყოს შეზღუდული, რატო ზღუდავენ მედიას საერთოდ, რატო ზღუდავენ? მედია უნდა იყოს თავისუფალი, უნდა გაფართოვდეს, უნდა ხალხის ჭირვარამი მიიტანოს გულთან. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეს არა უნდა კერძო საკუთრებაში გადაიყვანოს და მედიის ზეწოლა არის ეს და ბიზნესზე ზეწოლა და რუსთავი 2 დაისაკუთროს, თვითონ მართოს როგორც უნდა. აი ეს არის ბოლოში, მეტი არა. რუსთავი 2-ის ქონება სრულად 5 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღდა. ყადაღა დაედო შეპესეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებსაც. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განგარგვა. საბოლოო დავის დასრულებამდე არხს აეკრძალა მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელერადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. დღეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დახმარება მოსახლეობას თხოვა და საბანკო ანგარიში გამოაქვეყნა.